დღეს გადაცემაში ნახავთ. 100,000 რომ მოვიგებთ, 100. ვერ გავიაზრე შეკითხვა. ნუ რომი ხო იქ არის და ტოკიო კიდე იქ არის. გასაკეთებელი. გიყინებს ორი. გიშდები მწვადზე და ხინკალზე. გარანტირებული 3,000 ლარი. ერთი პასუხი არ არის სწორი. აქ ჯდომა არ არის ადვილი. ახლა ის დროა რომ დახმარება ვითხოვ. გივი, ჩვენა ვარ, გივი. ჩემი გულის ცგერა მე მგონი მთელ სტუდიას ესმის. გულა მოსწნილი ჩიოდი სადახაჭებო Okay, ein Moment. Ein Moment. საღამო მშვიდობისა. მე გახლავართ დათო დარჩია და ჩვენ ვთამაშობთ თამაშს, შენ შეგიძლია მოიგო 100,000. ხოთ მივესალმოთ ჩვენს მონაწილეს ნანა მიქელაძეს. ჩვენ წინა თამაშის დროს ამოგვეწურა საერთო დრო, ამიტომ დღეს ვაგრძელებთ თამაშს მე-6 კითხვიდან ნანა მიქელაძესთან ერთად. მე შეგახსენებთ ნანა არის 31 წლის, ახალციხიდან, ამჟამად მუშაობს საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში. ნანა, სადამ თამაშს გავაგრძელებთ, მე შეგახსენებთ კიდევ ერთხელ წესებს. 100,000 ლარის მოსაგებად თქვენ უნდა ზუსტად უპასუხოთ 15 შეკითხვას. მე-5 და მე-10 შეკითხვები გარანტირებული თანხებია. მე-5 შეკითხვა იგებს 300 ლარს, ხოლო მე-10 შეკითხვა 3,000. თქვენ გაქვთ 3 დახმარება. 50-50-ზე ზარი ახლობელთან და ჰკითხე დარბაზს. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეწყვიტო თამაში და წაიგო შენი მოგებული თანხა, მაგრამ თუ არასწორად უპასუხებ კითხვას, მაშინ დაკარგავ მოგებულ თანხას. გასაგებია ხო? დიახ, გასაგებია. მაშასე, ჩვენ ვაგრძელებთ თამაშს. ნანა მიქელაძესთან ერთად შენ შეგიძლია მოიგო 100,000. და მე-6 კითხვა 400 ლარი. რამდენი შვილი ჰყავს ღარიბ ქალს ფიროსმანის ნახატზე უშვილო მილიონერი და ღარიბი ქალი შვილებით? A1 B2 C3 თუ D4? საინტერესო შეკითხვა. ძალიან სამწუხაროა, რომ აი არ მახსოვს ეს ნახატი. მაინც არ მახსოვს ეს ნახატი. არ მახსოვს. აი სახელი ყველაფერი მახსოვს, მაგრამ ისე არ მახსოვს, რომ დავითვალო ქალის შვილების რაოდენობა. ვფიქრობ, რადგან არ ვიცი, ახლა არ მინდა ძალიან ესეთი სტერეოტიპული აზროვნება ჩამითვალოს ყველაზე შორსა ვარ ესეთი აზროვნებისგან, მაგრამ ხშირად არის ხოლმე, რომ აი ღარიბ ოჯახებს უფრო მრავალშვილიანობით გამოირჩევიან ხოლმე ღარიბი ოჯახები. ამიტომ ვფიქრობ 1 და 2 უნდა გამოვრიცხო. რო დავტოვო 3 და 4, არც დიდად არ განსხვავდება ციფრებისგან, რომ ვთქვათ, რამე ის მომცეს. ვფიქრობ, ერთი გოგონა იყოლება, ერთი ბიჭი, აი რაღაცნაირად 3-სკენ მიდის ჩემი ინტუიცია. ვფიქრობ, რომ 3 შვილი შეიძლება ყავდეს. ენდობით თქვენს ლოგიკას თუ შემოგთავაზოთ ნანა დახმარება. დახმარებები, ასე ვთქვათ. ვფიქრობ, აჯობებს გავრისკო ამ ეტაპზე. თუ ვთქვათ, მომეცემა შესაძლებლობა გავაგრძელებ დახმარებებით და უფრო ის იქნება, თუ არა და ნუ ახლოსა ვარ მაინც გარანტირებულ 300 ლართან. ამიტომ მოდით 3-ს დავაფიქსირებ. დიახ, საბოლოო პასუხია C3. საბოლოო პასუხი C3. გავაყვითოთ. და თქვენ მართალი ბრძანდებით 400 ლარი თქვენია. ერთი ხელში უჭირავს და ორი ეგრე წარმოვიდგინე, რაღაც ერთი პატარა იქნება მეტი. ეს კარგია მომეწონა. გავრისკეთ, დახმარება არ გამოვიყენეთ. მადლობა. 400 ლარიც ჩვენია, თქვენია, უბრალოდ. მე-7 კითხვა 500 ლარი. ჩამოთვლითაგან
რომელი ქვეყანა არ გამხდარა მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთში მამაკაცთა შორის? იყავთ ფეხბურთი? ფეხბურთელები უფრო ვიდრე გასაგებია. ფეხბურთი. A. საფრანგეთი. B. ჰოლანდია. C. იტალია. თუ D. არგენტინა. რაღაცა ვერ გავიაზრე შეკითხვა. არ გამხდარა მსოფლიო არ ჩემპიონი გამხდარა. ფეხბურთში მამაკაცთა შორის. დარბაში მეგულებიან მეგობრები, ვინც რომლებიც ამ კითხვაზე ამ პასუხს. შეკითხვას ჩემზე კარგად უპასუხებენ. ესე იგი ვიყენებ დახმარებას, ვკითხოთ მაგრამ დარბას. მინდა დავფიქრდე, იქნებ ჩემითაც რაღაცნაირად მივიდე, რომელი რა თქმა უნდა, ქვეყანა დავფიქრდეთ. არ გამხდარა მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთში მამაკაცთა შორის. მე არ გამხდარა ჩემპიონი. გვახსოვს კარგად ვინ გახდა? საფრანგეთი გამხდარა ნამდვილად, იტალიაც გახდებოდა, გახდებოდა არგენტინაც რატო? გახდებოდა. გახდა არ არის ხო? გახდებოდა. იტალიური ფეხბურთია და ჰოლანდიაც არ ყველა არც ერთი პასუხი არ არის სწორი. ხო არ ვკითხოთ მეგობრებო. მოდით დარბაზის დახმარებას. ვიყენებ დახმარებას. დიახ, ვიყენებ დარბაზის დახმარებას. ავწიოთ ხელი დარბაზში, ვინც იცის პასუხი. გთხოვთ, გაგვეცანით, გთხოვთ. გრიგორი გევორქიანი, თქვენი პასუხი? ჰოლანდია, ნიდერლანდები. მადლობა. გიორგი მინაშვილი, დიახ. ნიდერლანდების ნაკრები არ გამხდარა არასდროს მსოფლიო ჩემპიონი. დიდი მადლობა. გთხოვთ თქვენს. კაჩხატარაშვილი და დიახ. ჰოლანდიის ნაკრები არ გამხდარა არასდროს მსოფლიო ჩემპიონი. დიდი მადლობა. ნანა, დიახ. სამივე ასე ვთქვათ დარბაზიდან მაყურებელმა ჰოლანდიაო. დიახ. თქვენ დავეთანხმეთ, რა თქმა ვეთანხმებით? უნდა. კი, ვეთანხმებით დარბაზს, მადლობასაც გადავუხდი და დავაფიქსიროთ B ჰოლანდია. თქვენი საბოლოო პასუხია? B ჰოლანდია. B ჰოლანდია. თქვენ სწორად მოიქეთეთ, რომ გამოიყენეთ დარბაზის დახმარება და 500 ლარი თქვენია, გილოცავთ. მადლობა. მერვე შეკითხვა 1000 ლარი. ამ სახიობებიდან რომელი არ არის ავსტრალიური წარმოშობის? A. ნიკოლ კიდმანი. B. რივზ უიზერსპუნი. C. კეით ბლანშეტი. თუ D. მარგო რობი. ვიცით ეს მსახიობი? მსახიობები ვიცი, მაგრამ აი მათი წარმომავლობა 4-ვე გეცნობა თუ რომელიღაც არ გეცნობა? ცოტა ფესზე ვერ ვიხსენებ. გვარებით უნდა მივიდე ალბათ და სახელებით მოკლედ. ავსტრალიური წარმოშობის. ნიკოლ კიდმანი, აი როგორ მივაქვს მაგალითად? ნიკოლ კიდმანი მგონია რომ არ არის. კეით ბლანშეტიც მგონია რომ ეხლა იმ ლოგიკით მივდივარ რომ ყველაზე ნაკლებად რომელიც მეცნობა რაღაცნაირად ჩემი გონება მიდის რომ ეგ ხომ არ არის სწორი პასუხი რომელიც ყველაზე ნაკლებად მეცნობა. დიახ. ფიქრობ ისევ გარისკვას ამ შემთხვევაში. დახმარების გარეშე. დახმარების გარეშე. იმიტომ რომ ისევ არ მაძლევს. მე შეგახსენებ დანა რომ დიახ. ჩვენ შეგვიძლია დავკარგოთ 200 ლარი. დიახ. 300 ლარს ვერ დავკარგავთ ის თქვენი გარანტირებული თანხა, დიახ. მაგრამ 200 ლარი შეგვიძლია დავკარგოთ. კი, აი დახმარებები და, არ მაძლევს იმის გარანტიას, რომ თქვა სწორი პასუხი მაინც მივიღო და ისევ იმ ლოგიკას მივყვები, რომ ძალიან დიდ თანხასაც თქვა არ ვკარგავ ამ შემთხვევაში, რაღაც გარისკვის ჟინი უფრო მაქვს, ვიდრე დახმარების გამოყენება არ გვინდა ესე იგი, არ დარეკვა, არც 50-50. ჯერჯერობით არა. ესე იგი, ვრისკავთ. კიდმანი არ მგონია, მარგო რობი. აი ყველაზე ნაკლებად ვისაც ვფიქრობ, მოდი რის უზერსპუნი დავაფიქსიროთ. რის უზერსპუნი. საბოლოო პასუხია? დიახ. B. უიზერსპუნი. და თქვენ მართალი ბრძანდებით. 1000 ლარი თქვენია, გილოცავთ. მადლობა. კარგია რომ ინტუიციას ენდეთ და დახმარება არ გამოიყენეთ. ახალი ფილმით მოვინიშნე მისი შესრულებით, ვუყურებ.
მეცხრე კითხვა 2000 ლარი. რომელი არ არის ამერიკის შეერთებული შტატების შტატის დედაქალაქი? A. ჯექსონი, B. ჯეფერსონი, C. ჰიუსტონი, თუ D. ლინკოლნი. აბა ამერიკასთან როგორ ამბობ? ერთადერთი ქვეყანა, სადაც მიმოგზაურია, არის აშუშუ. მართლა? ძალიან კარგი, ძალიან კარგი. რომელ წლებში იყავით? 2019-ში ვიყავი. და რომელ შტატში ბრძანდებოდით? ტენესის შტატში, რომლის დედაქალაქი არის ნოქსვილი, ეს მაინც ამოსული იყო რაღაც. დიახ. ჯეფერსონი და ლინკოლნი, ეხლა როგორც ვიცი მოკლედ პრეზიდენტების და ესეთი პოლიტიკური ფიგურის გვარებია და შეიძლება რომ უფრო მეტი შანსი ქონდეთ რომ დედაქალაქისთვის დაერქმიათ მათი სახელები ასე ვთქვათ და მიეძღვნათ. ჯექსონი თუ არის მაიკლი და ჰიუსტონი თუ არის მოკლედ ჩვენი მომღერლები აქეთა ფლანგზე, რომელს უფრო მეტი დამსახურება მიუძღვის და რომლის გვარს დაარქმევდნენ ხოლ დედაქალაქს. რომელი არ არის? რომელი არ არის, ხო. ვფიქრობ ჰიუსტონი უფრო იქნება, ჯექსონს მკარნახობს ჩემი ინტუიცია. და ვფიქრობ ასევე 50-50-ზე გამოვიყენო. აქ ფიქრობთ რომ გამოიყენოთ დახმარება 50-50-ზე? ვფიქრობ რომ გამოვიყენო და იქნებ ისეთი პასუხები დამიტოვოს ვირფასმა კომპიუტერმა. თხოვოთ კომპიუტერს. მოდით, თხოვოთ. ვიყენებთ კომპიუტერის დახმარებას 50-50-ზე და კომპიუტერს თხოვთ წავშალოს ორი არასწორი პასუხი. დარჩა C. ჰიუსტონი და D. ლინკოლნი. დიდი ალბათობით იმედი მაქვს ლინკოლნი იქნება შტატის დედაქალაქი და დავაფიქსირებ პასუხს C. ჰიუსტონი. საბოლოო პასუხია? დიახ. საბოლოო პასუხი C. ჰიუსტონი. და თქვენ მართალი ბრძანდები. ძალიან მიხარია. 2000 ლარი თქვენია. გილოცავთ. მადლობა. ჰიუსტონი არის უდიდესი ქალაქი ტექსასის შტატში, ხოლო დედაქალაქი არის ოსტინი. გილოცავთ, გილოცავთ. მადლობა. მეათე გარანტირებული 3000 ლარი. რა დაარქვა მაურიციო კატელანმა თავის პროვოკაციულ ნამუშევარს კედელზე წებოვანი ლენტით მიკრულ ბანანს? A. ჯოკერი, B. კლოუნი, C. პაროდისტი, თუ D. კომედიანტი. აბა დაზუსტება მინდა, ეხლა რომ შევწყვიტო, რა თანხით წავალ? თქვენ რომ ახლა შეწყვიტოთ, დიახ. წაიღებთ 2000 ლარს. დიახ. მაგრამ თუ არასწორად უპასუხებთ, მაშინ დავკარგავთ 1700 ლარს და დავრჩებით 300 ლარის ამარა. დიახ. ვფიქრობ თამაში შევწყვიტო და პასუხი აღარ დავაფიქსირო, რადგან კონკრეტულად ზუსტად არ ვიცი. მიუხედავად იმისა, რომ თვალწინ მიდგას ახლა ეს ბანანის კადრი. დიახ. სათაური აღარც მახსოვს საერთოდ შემხვედრია თუ არა ამ ინფორმაციასთან ერთად, რომ შემხვედრო და შეიძლება ამოტივტივებულიყო გონებაში. დიახ. ამიტომ ზუსტი სახელი ნამდვილად არ ვიცი. იქნებ დახმარება გნება, დახმარება. გარანტირებულ 3000 ლარზეა საუბარი. კი, მესმის, ძალიან მაცდური წინადადება და ესეთი შემთხვევაა ძალიან ზღვარზეა, მოკლედ, გარანტირებულ თანხასა და პირველ გარანტირებულზე დაბრუნებას შორის. თუმცა იმ ზარი ახლობელთანაც არ ეცოდინება მასაც, არ ღირს გარისკვათ, ამიტომ მოდი შევწყვეტ თამაშს და ესეც საინტერესო ბანანი ძალიან მიყვარს. გასაგებია. ანუ წყვეთ თამაშს, ეს საბოლოო გადაწყვეტილება და მიგვაქვს თქვენი უბრალოდ 2000 ლარი. და ბანანი. კარგი, ნანა წყვეთ თამაშს. მიულოცოთ 2000 ლარი. დიდი მადლობა. მაგრამ სანამ გაგაცილებთ, აი რას ფიქრობთ?
ისე. ჯოკერს ფიქრობ რატომღაც? ჯოკერს ფიქრობდით. კომედია ხო არ ვიფიქრებდი ან ჯოკერი ან კლუბი. კიდე კარგი რომ კი. სწორად მოიქეცით. გამომყვა ჩემი ინტუიცია. დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. სხვათა შორის მოსაზრებაც იყო ამაზე რომ ქართველმა შეჭამა ის ბანანი. მე არ ყოფილვარ. დიდი მადლობა, კარგი თამაშისთვის. ნანა, ნახვამდის. 2000 ლარი თქვენია. ხო. მაშასე, ჩვენ ვაგრძელებთ თამაშს, ჩვენ შეგიძლია მოიგო 100,000. და ჩვენი შემდეგი მონაწილეა ქეთევან მუქთიაშვილი. გთხოვთ. მოგესალმებით. მადლობა. ქეთევანი არის 45 წლის რუსთავიდან. გახლავართ. მივესალმოთ კიდევ ერთხელ. თქვენ ბრძანდებით პედაგოგი სკოლაში და რას ასწავლით? გერმანულ ენას. ძალიან კარგი. დიდი შემართებითა და სიხარულით ვასწავლებ. რა თქმა უნდა. ბავშვებთან ასე ვთქვათ, პედაგოგობა ეს კიდევ ჩემი ოცნება იყო სხვათა შორის და ავისრულე ბოლო პერიოდში ეს ოცნებაც. შვენიერია. ლამაზი ვარდი გაქვს ისე. დიახ, ეს არის ჩემი ეგრეთ წოდებული გლუქსპრინგა ბედნიერების მომტანი. აჰა, ძალიან კარგი, ძალიან კარგი. ესეც. ეს იმედია დღეს ბედნიერებას მოგიტან და გამარჯვებას. უკვე ბედნიერება მომიტანა, რადგან უკვე ამ სტუდიაში ვარ. ძალიან კარგი. ქეთევანს ყავს მეუღლე და 2 შვილი. დიახ, რომელიც სტუდიაში არიან. მე ვერ ხედავ. სადახართ სტუდიაში მივესალმოთ თუ შეიძლება. მიეთხელი, ჰალო. მოგესალმებით. და რძალიც. ძალიან სასიამოვნოა. ქეთევან, 100,000 რომ მოვიგებთ? დიახ. რას ვისახთ? ყველაზე რთული კითხვა მე მგონი ამ გადაცემაში. ჩემი ძალიან დიდი სურვილია რომ გავაკეთო გერმანული ენის კაბინეტი სკოლაში და შევქმნა არაჩვეულებრივი გარემო ბავშვებისთვის, რადგან სასწაული მარგალიტები მყავს სკოლაში, გიჟდები ამ ბავშვებზე. ეს ერთი ვარიანტი. ახლა მეორე ვარიანტზე გადავიდეთ. მეორე ვარიანტი გახლავთ. საკმაოდ დიდი ხანი ვმუშაობდი, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავებ ბავშვებთან. ამიტომ გადავწყვიტე, რომ რაღაც გარკვეული თანხა ქველმოქმედებაში, აი ამ კუთხით დავხარჯო. ძალიან კარგი. წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. მე ახლა წესებს შეგახსენებთ. 100,000 ლარის მოსაგებად თქვენ ზუსტად უნდა უპასუხოთ 15 შეკითხვას. მეხუთე და მეათე შეკითხვები გარანტირებული თანხებია. მეხუთე შეკითხვა იგებს 300 ლარს, ხოლო მეათე 3,000. თქვენ გაქვთ 3 დახმარება 50-50-ზე, ზარი ახლობელთან და კითხე დარბაზს. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეწყვიტოთ თამაში და წაიღოთ თქვენი მოგებული თანხა, მაგრამ თუ არასწორად უპასუხებთ კითხვას, მაშინ დაგანგავთ მოგებულ თანხას. გასაგებია ხო ყველაფერი? რა თქმა უნდა. მზად ვართ თამაშისთვის? რა თქმა უნდა. მოგებისთვისაც. და აუცილებლად. ძალიან კარგი, მაშასე, ჩვენ ვთამაშობთ თამაშს, შენ შეგიძლია მოიგო 100,000. პირველი კითხვა ქეთევან, 100 ლარი. ცნობილ ზღაპარში, როგორ გააღვიძა პრინცმა ფიფქია მას მერე, რაც ის დედოფალმა მოწამლა? A. აკოცა, B. შეანჯღრია, C. მაღვიძარა ჩაურთო, თუ D. ცივი წყალი გადაასხა. A. აკოცა. ფიქრის გარეშე. რა თქმა უნდა. საბოლოო პასუხი? A. აკოცა. A. აკოცა. 100 ლარი თქვენია. მადლობა. მეორე კითხვა 150 ლარი. გავრცელებული ცხრურწმენით, რომელი სასმლის დალევის მერე მკითხაობენ და განჭვრეტენ მომავალს ნალექსზე. A. ყავის, B. სტაფილოს წვენის, C. ლუდის, თუ D. რძის. რა თქმა უნდა, A. ყავის. რა თქმა უნდა, A. ყავის. იყვართ ყავა?
კი. ისე თქვენ გიკითხავიათ კი როგორ არა, თინეიჯერობის ასაკში ხდება ესეთი რაღაცები და მახსოვს 150 ლარი მოგიტანათ ამ კითხვაობა. შვენიერია. და შემდეგი კითხვა. მესამე, ანუ 200 ლარი. ჩამოთვლილთაგან რომელია ყველაზე დაბალკალორიული? ოკეი. A. 1 კიტრი. B. 1 შამპური მწვადი. C. 10 ხინკალი. თუ D. 1 თებში შემწვარი კარტოფილი. ოკეი. კამასთან ერთად. გიშდები მწვადზე და ხინკალზე. დიახ. არა ჩვეულებრივია. მაგრამ ამ შემთხვევაში A1 კიტრი. საბოლოო პასუხია? რა თქმა უნდა, A1 კიტრი. 1 კიტრი. და თქვენ მართალი ბრძანდებით. მიხარია. 200 ლარი თქვენია. მეოთხე კითხვა. კეთევან 250 ლარი. თუ ყუთში ცალი ფეხსაცმელი აღმოჩნდა, რამდენი ფეხსაცმელი გაკლიათ იმისთვის, რომ წვილი შეიძინოთ? What? Okay. A. არც ერთი. B. 1. C. 2. თუ D. გააჩნია ფეხსაცმელს. Okay. Good. ცოტათი რთული შეკითხვაა, და? დახმარება გვაქვს. დახმარება. Ich denke კი არა და მე ვფიქრობ, რომ მე მჭირდება ერთი ფეხსაცმელი. ხო? დიახ. ხუთი ცალი ფეხსაცმელი. ხუთი ერთი ცალი არის უკვე. დიახ. რამდენი უნდა დავამატოთ, რომ წვილი შევიძინოთ? ხუთი არის ერთი ცალი, მხოლოდ ერთი. ეს ერთი ცალი ფეხსაცმელი, ja? Ich brauche მე მჭირდება კიდევ მეორე ცალი, რომ შევიძინო წვილი. ესე იგი რამდენი გნებავთ? ერთი. და თქვენი საბოლოო პასუხია? ერთი. B. ერთი. დიახ. და რა თქმა უნდა თქვენ მართალი ბრძანდებით. 250 ლარი თქვენია. Good, ich freue mich. მიხარია. კეთებად, მეხუთე კითხვა გარანტირებული 300 ლარი. Okay. სოფლიოში ცნობილი კომპანიის Apple-ის ლოგოზე გამოსახული ვაშლი არის A. თლიანი, B. ფოთლის გარეშე, C. ჩაკმეჩილი, თუ D. 4-ხად გაჭრილი. ვიფიქრო? პასუხია C. ჩაკმეჩილი. ფიქრი არ გჭირდება დიახ. და ვაფიქსირებთ საბოლოო პასუხს C. ჩაკმეჩილი. და 300 ლარი თქვენია, გილოცა. გარანტირებული 300 ლარი კეთევან. ამას ვეღარაფერი ვეღარ წაგაკეთებთ. დიახ, okay, good. დახმარებები გვაქვს, კარგად მივდივართ და ალბათ ვაგრძელებთ ხომ თამაშს? რა თქმა უნდა. ძალიან კარგი. ვაგრძელებთ თამაშს კეთევანთან ერთად და მეექვსე კითხვა. 400 ლარი. ჩამოთვლილთაგან რომელი ქალაქია ეკვატორთან ყველაზე ახლოს? A. რომი, B. დამასკო, C. კაირო, თუ D. ტოკიო. Okay. რომი და ტოკიო გამოვრიცხოთ. დამასკო აღარ მახსოვს სად არის, მაგრამ არა, ეს არის C კაირო. ესე ერთი წამით საბოლოო პასუხია თან, ესე სწრაფად. ერთი წამით დამასკო არის. აბა წარმოვიდგინოთ. დიახ. ნუ რომი ხო იქ არის და ტოკიო კიდე იქ არის. აი როგორ იქ. ევროპაში. გაჩნია როგორ. ფეხსაცმელთან. იქ არის. Okay. ეკვადორი შუა. ეკვადორი, ხო, აფრიკას, აუ კაიროა. კაიროა, C კაირო. საბოლოო კი. დახმარების გარეშე. Okay, ein Moment. ერთი წუთით კი ბატონო. რომი, ტოკიო, okay, დამასკო. სად ჯანდაბაში ეს დამასკო აღარ მახსოვს. 50-50-ზე შეგვიძლია კეთება გამოვხედოთ, რომ მაინც გადავამოწოთ. და კაირო და დამასკო რო დამიტოვოს ამ შემთხვევაში რას ვაკეთებ?
უფრო რომელს აირჩევი და კაიროს. ასე. დამასკო. კარგით იყოს 50-50-ზე. ვიყენებთ დახმარებას. 50-50-ზე კომპიუტერს ვთხოვ, წაშალოს ორი არასწორი პასუხი. შაიზე, ტყუილა გამოვიყენე, კაირო. C კაირო. საბოლოო პასუხი? დიახ, C კაირო. საბოლოო პასუხი C კაირო. და თქვენ მართალი ხართ. 400 ლარი თქვენია, მაგრამ სამწუხაროა, ხო, დამასკოზე მოთხოვნა. მაგრამ გადავამოწმეთ მაინც. მაინც გადავამოწმეთ. აქ ჯდომა არ არის ადვილი. რა თქმა უნდა. რადგან ჩემი გულის ცგერა მე მგონი მთელ სტუდიას ესმის. დიახ. 50-50-ზე აღარ გვაქვს, მაგრამ არ აუშავს. მეშვიდე კითხვა 500 ლარი. რამდენი ვარსკვლავია მიშლენის უმაღლესი ჯილდო რესტორნებისთვის? A 1 B 3 C 5 თუ D 7 3 ან 5. 1 და 7 გამოვიცხოთ. რატომ გამოვიცხეთ? არ ვიცი, ესე მახსოვს, ან 5 ან 3. ხართ დამყოფი თქვენ რესტორნში სადაც? არ მახსენდება, შეიძლება ვარ ნამყოფი და უბრალოდ ესე არ მიმიქცევია ყურადღება, არ ვიცი. Das machen wir jetzt. Დროს ვაკეთებ ახლა. დახმარება გაქვთ ორი ისე. მეგობართან, ზარიახლობელთან და დარბაზის დახმარება. გავრისკოთ 5? იმაში ხო არ მეშლება 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო რომ ესმის ხოლმე. თქვენ არ გაქვთ პასუხის თქმის უფლება, ეგეც ვიცი. კარგი, შეიძლება დარბაზში იცის ვინმე და თუ მიპასუხებს ანუ ვიყენებ დარბაზის. გამოვიყენოთ დარბაზი. გამოვიყენოთ დარბაზის დახმარება. თხოვთ დარბაზში ვინც იცის სწორი პასუხი, აწიოს ხელი. შენ რა იცი? აწიოთ ხელი. ხელი აწიოთ, ჯერ ხელი აწიოთ. ერთგულებული ხარ? ჩემი ვაჟიშვილი გახლავთ, მაგრამ საიდან იცის არ ვიცი. დიახ. გონია არ ვიცი. საინტერესოა. თვითონ კვეტყვის. აბა გითხარი? გამარჯობა, ჩემი სახელია მათე ჭანკვეტაძე. უკაცრავად შეიძლება კითხვა რო გამომეორ. აუცილებლად. რამდენი ვარსკვლავია მიშლენის უმაღლესი ჯილდო რესტორნებისთვის? რო თქვა სიმართლე, ორივე შეიძლება იყოს, მაგრამ მე უფრო 5 მგონია. ოკეი. 5 გონიან. ავირჩიოთ C 5. მაგრამ შეიძლება სიმართლე არ აღმოჩნდეს. კი ბატონო, არც ესაა პრობლემა. გარანტირებულ 300 ლარს ხომ წავიღებ? ზარიახლობელთან არ გინდათ რომ არ გამოიყენოთ. გინდა. ვენდობით ესე იგი დარბაზი. კი ბატონო. და თქვენი საბოლოო პასუხია? C 5. გავაკეთოთ C 5. სამწუხაროდ კეთევან დარბაზის პასუხი არ აღმოჩნდა სწორი. ეს არის 3 და არა 5. არ აქვს გვეცოდინებაცი. მადლობა კარგი თამაშისთვის. დიდი მადლობა. ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ. მოშეხვედრამდე. ხო. მაშასე ვაგრძელებ თამაშს, შენ შეგიძლია მოიგო 100,000. და ჩვენი შემდეგი მონაწილეა მამუკა აბულაძე თერჯოლიდან. მივესალმოთ. მოგესალმებით, მამუკა, ხო? ბატონი მამუკა ბრძანდება 60 წლის თერჯოლიდან. გიждები. ულამაზესი მხარე თერჯოლა. ძალიან ეთილი და კარგი პატიოსანი ხალხი ცხოვრობს და მოკითხვა თერჯოლას და თერჯოლელებს. მადლობთ. მიყვარს იმერეთი და თერჯოლა მithumetes. მადლობთ. პროფესიით საგზაო საამშრებლო ინჟინერი. დიახ. დაკავებულია სოფლის მეურნეობით. ჟამატ კი.
გაქვთ ვენახი და რასამზადებთ რა გვინდოს თქვენ თვითონ ბრძანეთ. ციცკაცოლიკაური. ციცკაცოლიკაური ერთ-ერთი შვენიერი ასე იმერეთის სავიზიტო ბარათიც ეგაა. ბატონო მამუკა, ვისთან ერთად მოგზავნით? აქ ჩემი შვილები გახლავან, შვილი. აბა, ძალიან კარგი, მოგესალმებით, შვილი. უი, რა მაგარია, მოგესალმებით, შვილი-შვილებს. ბატონო მამუკას ყავს 2 შვილი და 4 შვილი-შვილი, ხო მართალია, ხო? დიახ, ერთი შვილი სულ 10 დღისაა და მეორე შვილი ამიტომ ვერ მოვიდა. და ჯანმრთელი გაგიზარდოთ ბატონო მამუკა. დიდი მადლობა. გაიხარა. 100.000 რომ მოვიგებთ, რას ვიზარდთ? რა გეგმები გვაქვს? გეგმები, რა თქმა უნდა, ახლა სოფელში მუშაობ ამ პერიოდში და დაგეგმილი მაქვს ვენახის გაფართოება. და თუ საშუალება მომცემს ჩემი ცოდნა იმდეს რომ რაღაც თანხა გავუიმუშაო, შევეცდები მაგ საქმე და მეტი ციცკაცოლიკაური დავწევო. რა თქმა უნდა. ძალიან კარგი. მე წარმატებებს გისურვებ. მე ბატონო მამუკა წესებს შეგახსენებთ. დიახ. 100.000 ლარის მოსაგებად სწორად უნდა უპასუხოთ 15 შეკითხვას. დიახ. მე-5 და მე-10 შეკითხვები გარანტირებული თანხებია. მე-5 შეკითხვა იგებს 300 ლარს, ხოლო მე-10 3.000. თქვენ გაქვთ 3 დახმარება 50-50-ზე, ზარი ახლობელთან და კითხეთ დარდას. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეწყვიტოთ თამაში და წაიღოთ მოგებული თანხა, მაგრამ თუ არასდროს მიპასუხეთ კითხვას, მაშინ დაკარგავთ მოგებულ თანხას. მე მგონი, ყველაფერი გასაგებია, ხო? მზად ხართ მოგებისთვის? რა თქმა უნდა. ძალიან კარგი. მაშასე, ჩვენ ვთამაშობთ თამაშს, შენ შეგიძლია მოიგო 100.000. პირველი კითხვა. 100 ლარი. რომელი ორი ცხოველის ხმიანობას მოიხსენიებთ ერთი და იგივე სიტყვით? A. ღორის და გედის. B. ქათმის და ხვლიკის. C. ბაყაყის და ბატის. თუ D. იხვის და თხის. C. ბატი და ბაყაყი. რას აკეთებენ? აი როგორ ესე იგი? იყინებს ორი. თქვენი საკოლო პასუხია? C. C. ბაყაყის და ბატის. და რა თქმა უნდა 100 ლარი თქვენია. მეორე კითხვა 150 ლარი. ჩამოთვლითაგან რომელს მიიზიდავს მაგნიტი? A. მეტალის სამაჯურს. B. ხის დაფას. C. პლასმასის ბოთლს. თუ D. სიმპათიურ მამაკაცს. მე-4 მართლა საინტერესო პასუხი. დიახ. მაგრამ ამ შემთხვევაში სწორი არის A. მეტალის სამაჯურს. გავაკეთოთ A. მეტალის სამაჯურს. და 150 ლარი თქვენია. მესამე კითხვა 200 ლარი. რამდენჯერ უნდა გაჭრათ მთლიანი ხის მორი, რომ მისგან მიიღოთ 5 ნაჭერი? რა თქმა უნდა. A. 3ჯერ. B. 4ჯერ. C. 5ჯერ. დიახ. თუ D. 6ჯერ. დაგიჩეხიათ? ყოფილა მაგ შემთხვევა. დიახ. მართალი ახლა შეშა აღარ გჭირდება, მაგრამ და პასუხია? B. 4ჯერ. ვაყვითლებთ 4ჯერ. და თქვენ მართალი ბრძანდებით 200 ლარი თქვენია. მე-4 კითხვა 250 ლარი. ძირითადად რომელი კუთხის წარმომადგენელთა გვარები მთავრდება ია და ავა დაბოლოებით? A. ქართლელების. B. კახელების. C. მეგრელების. თუ D. სვანების. ია და ავა. ეხლა რომ არ თქვა, იმდენი ნათესავი ყავს. დიახ. მაგ მხარეში არ გამომივარ სხვანაირად, რა თქმა უნდა, C. მეგრელები. რა თქმა უნდა, C. მეგრელების. 250 ლარი თქვენია. მე-5 კითხვა და გარანტირებულ 300 ლარამდეც მივედით.
რომელი ფერი არ არის კლასიკურ სტანდარტულ რუბიკის კუბიკზე? A თეთრი, B ყვითელი, C ყავისფერი, თუ D ნარინჯისფერი. გახსოვთ? ბატონო მამუკო. თითი ხანი არ ან შვილიშვილებს ხომ არა აქვთ, ან კუბიკ რუბიკი. ნარინჯისფერი ეს ყვითელი ფერია. მე მგონი აქ ყავის. ესე იგი თეთრი, ყვითელი, ყავისფერი, ნარინჯისფერი. ნარინჯისფერი. მე შეგახსენებთ დახმარება გვაქვს 3. ნარინჯისფერი, ყვითელი. მაგრამ გამორიცხვით რომ მივიდეთ, აი ხომ გახსოვთ? ყავისფერი არ უნდა იყოს აქ. მე ასე ვფიქრობ. დავაფიქსიროთ? დავაფიქსიროთ. ვაფიქსირებთ საბოლოო პასუხი. C ყავისფერი. და გარანტირებული 300 ლარი თქვენია, ბატონო მამუკა. 300 ლარი გვაქვს. ამას უკვე ვეღარავინ წაგართვევ თქვენია. დახმარებებიც გვაქვს, არ გამოგვიყენებია. მეექვსე კითხვა 400 ლარი. რომელია ყველაზე გრძელი? A 1000 მილიმეტრი, B 10 სანტიმეტრი, C 1 მეტრი, თუ D 100 დეციმეტრი, დიახ. რა თქმა უნდა, 100 დეციმეტრი. საბოლოო პასუხია. დიახ. 1 დეციმეტრში გახლავთ 100 დეციმეტრი. 10 სანტიმეტრი. გავაკეთოთ. მართალია, 400 ლარი თქვენია. ხელობა. ილოცავთ. ხელობა ეგ ჩემი ბატონო დავით. ძალიან კარგი. ბატონო მამუკა დახმარებები. გვაქვს 3-ვე შენარჩუნებული. მე-7 კითხვა 500 ლარი. ვის სახელს ხვდებით Queen-ის სიმღერის Bohemian Rhapsody-ის ტექსტში? A. Hawking-ის, B. Galileo-ს, C. Newton-ის, თუ D. Armstrong-ის. ბატონო მამუკა, ისე ეს Queen-ის ეს სიმღერა გახსოვთ? არ მახსოვს. საერთოდ ჯგუფი Queen-ი იცით ხო? ეს Bohemian Rhapsody-ც არ გახსოვთ. არა, მახსოვს სამწუხაროდ. მე მგონი მოვიდა ის დრო რომ ალბათ დახმარება გამოვიყენოთ, არა? დიახ. ისე რომელიმე ვერსია საერთოდ ასე ვთქვათ ხომ არ გაქვთ. რამე ვერსია. Armstrong-ი თვითონ მომღერალი. დიახ. ჰოკინგი არ მახსოვს. აი გალილეო და ნიუტონი კი ფიზიკოსები იყვნენ. ხლა ის დროა რომ დახმარება ვითხოვ. ალბათ ის დროა, რომელს გამოვიყენებთ. 50-50-ზე ზარი ახლობელთან თუ დარბას ვკითხოთ. ეცოდინება ვითომ დარბას? შეიძლება ეცოდინოთ. შეიძლება არა. აქ ჩვენ გარანტირებული თანხა გვაქვს. ანიტებ მეგობარმა იცოდეს ვინმე თქვენმა. კარგი მუსიკა წოდე ან ესე მუსიკოსი თეატრალში ვინმე იქნება, გაიცე. შემოინახავდა, რა ვიცი, გავრისკავდა 50-50-ზე ავიღე. კომპიუტერს ვთხოვთ რომ წაგვიშალოს ორი არასწორი პასუხი. კი ბატონო. ვიყენებთ კომპიუტერის დახმარებას. 50-50-ზე. თავიდან მინდოდა გალილეო თქვა. B. Galileo-ს და D. Armstrong-ის. თავიდანვე მინდოდა გალილეოს თქვა და რაღაცა ეგრეა გავაყვითლოთ მაშინ B. საბოლოო პასუხია? დიახ. საბოლოო პასუხი B. Galileo-ს. და თქვენ მართალი ბრძანდები. 500 ლარი თქვენია. კარგია რომ მაინც დარწმუნებით თქვით პასუხი. მერვე კითხვა 1000 ლარი. თუ ადამიანის სიმაღლედ ავიღებთ მეტრას 75-ს. რამდენი ასეთი ადამიანის სიმაღლისაა მიქელანჯელოს დავითის ქანდაკება? A. 1, B. 3, C.
5 თუ D 7. აბა ბატონო მამუკა. გახსოვთ სიმაღლე? არ მახსოვს ნამდვილად. არ გახსოვთ. არა. ადამიანის სიმაღლის ხელაა თუ უფრო მაღალი როგორ გონია? უფრო მაღალი რომაა ვიცი, მაგრამ რამდენი უფრო მაღალი რომაა? მაშინ მეგობრის დახმარებას უთხრა. აი რამდენმეც ფიქრობთ დაახლოებით. 3 ადამიანის მაინც უნდა იყოს თუ არ ვიცი. არ ვიცი რა, მართლა არ ვიცი და დახმარება გაქვთ? ზარი ახლობელთან. ზარი ახლობელთან ვისთან რეკავთ? ნიკა ჭურაძე. ნიკასთან. ძალიან კარგი. ჩვენ ვიყენებთ დახმარებას ზარი ახლობელთან. ბატონი ნიკა რას გვეტყვის? ალო, გამარჯობა ბატონო ნიკა. გამარჯობა. დათო დარჩია გაწუხებთ, თამაშიდან შეგიძლია მოიგო 100,000. დიახ, 100-ია მომდევნო გამარჯობა. დიახ, მამუკა აბულაძე მისის ახლა წინ. კი ბატონო, მოგიხვა. დიახ, მოგითხვა გადმოგცათ და თქვენი დახმარება ჭირდებათ. ისმენთ, თვითონ 30 წამი გაქვთ დრო და ბატონი მამუკა თავად დაგისვამთ კითხვას. მაშასე დრო ჩაირთო. ნიკა, თუ ადამიანის სიმაღლით ავიღებთ 175 სანტიმეტრს, მაშინ რამდენი ასეთი ადამიანის სიმაღლისაა მიქელანჯელოს დავითის ქანდაკება? პასუხები: A1-ის, B3, C5, D7. 10 წამი. მამუკა მითხარია იმ ხელას ვარიანტები? 1, 3, 5, 7. 4, 3, 2. 3. ნუ არ დაუმთავრებია, მაგრამ 3-ო სამი გავიგონე, გავიგონე, დიახ. დაუჯერებთ მეგობარს თუ არა მაქვს უფლება არ დაუჯერო. თუ დაურეკე, მე შეგახსენებთ რომ თქვენ დაკარგავთ 200 ლარს და დარჩებით 300 ლარის. თუმცა თუ სწორად უპასუხებთ 1000 ლარი თქვენი იქნება. ხირს გავრისკავ და 3. დავეთანხმები? გარისკავთ. რა თქმა უნდა, აქ რისკი ბევრია. და საბოლოო პასუხია? 3. B 3. მამუკა, დავითის ქანდაკება 5 მეტრი და 17 სანტიმეტრია. რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ ზუსტად 3. სწორად უპასუხეთ. და 1000 ლარი თქვენია. მადლობა ნიკას. მე ეჭვიც არ მეპარებოდა რომ ნიკას ეს პასუხი. ძალიან კარგი, მადლობა ნიკას. მეცხრე შეკითხვა 2000 ლარი. ადამიანის ჰემოგლობინისგან განსხვავებით, რომელსაც სჭირდება რკინა. 8 ფეხას ჟანგბადით მოსამარაგებლად სჭირდება სპილენძი. რაც მის სისხლს აძლევს რომელ ფერს? A. წვანეს. B. ნარინჯის ფერს. C. თეთრ რძის ფერს. თუ D. ლურჯს. აბა ბატონო მამუკა. ახლა გამომადგებოდა ზუსტად. რა ფერია თუ იცით? ეჭვი კი მაქვს, მაგრამ იქნებ გამორიცხვით მივიდეთ როგორმე. რისი ეჭვი გაქვთ ისე? თეთრი რძის ფერი. შეგახსენებთ რომ გვაქვს ერთი დახმარება, დარბაზის დახმარება. სპილენძი, ხო? ასევე ისე მასაც შეგახსენებთ რომ თქვენ შეგიძლიათ შეწყვიტოთ თამაში და წაიღოთ 1000 ლარი ამ შემთხვევაში. დარბაზის დახმარება რო ვითხოვ და შემდეგ შევწყვიტო? დარბაზის დახმარების შემდეგ შეგიძლიათ მერეც შეწყვიტოთ თამაში. მაგრამ დახმარება აღარ გვექნება. არა უშავს. პეტის არა. მოვითხოვოთ? მოვითხოვოთ რა თქმა უნდა. ვიყენებთ მესამე დახმარებას, დარბაზის დახმარებას. დარბაზში ვთხოვთ იმ ადამიანებს ხელი აწიოს, ვინც იცის პასუხი. აჰა, დიახ. ბატონო მამუკა. დიახ. დარბაზიდან 4 ადამიანი იწევს ხელს. თქვენ უნდა აირჩიოთ აქედან 3 ადამიანი. 3 ადამიანი. დიახ.
ამ ხარიდან ავირჩევს ამ თავს. კი ბატონო. დიახ, თუ შეიძლება გაგვეცანით. ოტე ხუბუკელაშვილი. დიახ. მე მგონი არის ლურჯი ფერი. მადლობა. მოგესალმებით, გაფრინდაშვილი ლია, ჩემი პასუხია ლურჯი. თქვენი პასუხია დე ლურჯს. დიახ, მესამე? გაგვეცანით? მოგესალმებით, მე ვარ მარიკა აბულაძე. დიახ. დაზუსტებით არ ვიცი, თეთრსა და ლურჯს შორის გქონდა ვერსიები, მაგრამ რადგანაც დარბაზის უმეტესობა ამბობს, რომ იცის დაზუსტებით ლურჯი, ამიტომაც დავაფიქსირებ მეც ლურჯს. დაზუსტებით არ ვიცი, მაგრამ ვენდობი დარბაზის სხვა წევრებს. ბატონო მამუკა. რაღაცნაირი, თქვა 100%-იანი ვარიანტი არ ჩანს, მაგრამ პასუხისმგებლებიან რომ არის ლურჯიო. სამივემ თქვა. თქვენ რას იტყვით? თავარი აქავე, ეს არის თქვენ თამაში. საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, სპილენძი როცა იჟანგება, მწვანე ფერს ღებულობს. მაგრამ ახლა ოკეანეში როგორ იქცევა და რაღაცს ოკეანეზე გვაქვს საქმე, მაშინ მე შემიძლია შეგახსენოთ, რომ თქვენ შეგიძლიათ შეწყვიტოთ თამაში და წაიღოთ ამ შემთხვევაში 1000 ლარი. ან გარისკოთ, უპასუხოთ შეკითხვას და მოიგოთ უფრო მეტი თანხა. და თუ არასწორი იქნება, მაშინ თქვენ გარანტირებულ 300 ლარს ვერ არის წაგართმევთ. არასოდეს ყოფილვარ ასეთ სიტუაციაში, მართალი გითხრათ და დიახ. თანაც პირველად ვარ ძალიან კარგი. ტელევიზიაში და არ მინდა აქედან გულდაწყვეტილი წავიდე. და ამიტომ შევწყვეტავ თამაშს. ეს თქვენი საბოლოო გადაწყვეტილებაა, ხო? დიახ, არ იყო მაინც და მაინც დამარწმუნებელი პასუხები, რაღაც ვერ დავწმუნდი რა. გასაგებია. წყვეთ თამაშს და მიგვაქვს 1000 ლარი. დიახ. საბოლოო გადაწყვეტილება ეს არის თქვენი. დიახ. ჩვენ წყვეთ თამაშს 1000 ლარი. თქვენია, გილოცავთ. თუმცა სანამ გაგაცილებთ, ხო, გაინტერესებთ რა იყო? რა თქმა უნდა, მაინტერესებს. მაინც დააფიქსირეთ თქვენი. მე მაინც ჩემ თავს უფრო ვენდობი და მწვანეს იტყოდით. დააფიქსირეთ მწვანეს. მართალი იყო დარბაზი, ეს იყო ლურჯი. აპატიეთ. თუმცა თქვენ არ გარისკეთ. მადლობა კარგი თამაშისთვის და 1000 ლარი თქვენია, გილოცავთ. მადლობა. კარგად გაგდებოდეთ. მაშასე ჩვენ ვაგრძელებთ თამაშს, შენ შეგიძლია მოიგო 100,000. და ჩვენი შემდეგი მონაწილეა ნიკა ხუბუკელაშვილი, თბილისი. ნიკა ნიკა არის 22 წლის თბილისიდან. მომავალი? ეკონომისტი. ეკონომისტი ასე რომ ვთქვა. კი ბატონო. მისი ჰობია აირსოფტი, კარგია, კითხვა, ინტელექტუალური თამაშები და ლაშქრობა. კარგია. საკმაოდ მრავალფეროვანი ჰობი გაქვთ. ძალიან კარგი. ნიკა, ვისთან ერთად მოხვედი? მამაშემთან, ჩემ დასთან და ჩემ მეგობრებთან ერთად. მოგესალმებით. 100,000 რომ მოიგებ, რას იზამ? ნუ რამოდენიმე გეგმა მაქვს. პირველ რიგში სასწავლებლად მინდა დასვლა ინგლისში, ერთ-ერთ უნივერსიტეტში, ჩემი განხილვით და მაგაში დავხარჯავ და კიდევ ერთხელ მე და ჩემი მეგობრებს დაწყებული გვაქვს საიტის გაკეთება რა, ინტელექტუალური საიტია, ქვიზები, ძალიან მრავალფეროვანი და ანუ ოპტიმიზაციაში და დასრულებაში გვჭირდება რაღაცა თანხა და მაგაში ჩავდებთ ყველა ერთად. ძალიან კარგი. მე წარმატებები მინდა გისურვოთ. ახლა კი წესებს შეგახსენებ. 100,000 ლარის მოსაგებად სწორად უნდა უპასუხოთ 15 შეკითხვას. მეხუთე და მეათე შეკითხვები გარანტირებული თანხებია. მეხუთე კითხვა იგებს 300 ლარს, ხოლო მეათე 3000.
შენ გაქვს ასევე 3 დახმარება 50-50-ზე ზარი ახლობელთან და კითხე დარბაზს. შეგიძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტო თამაში და წაიღო მოგებული თანხა, მაგრამ თუ არასწორად მიპასუხებ კითხვას, მაშინ დავკარგავ მოგებულ თანხას. გასაგები, ყველაფერი გასაგებია, ხო? მზად ხარ მოგებისთვის? რა თქმა უნდა. ძალიან კარგი. მაშასე, ჩვენ თამაშობ თამაშს, შენ შეგიძლია მოიგო 100,000. პირველი კითხვა 100 ლარი. თუ სასიყვარულო სამკუთხედში ხართ, თქვენს გარდა კიდევ რამდენი ადამიანია ურთიერთობაში? A 2, B 3, C 4, თუ D არც ერთი. საბედნიეროდ არ ყოფილა. საბედნიეროდ არ ყოფილა. არ ვიცი, მაგრამ საუბრობთ ეს არის 2. საბოლოო პასუხი? 2. A2. A2. და თქვენ მართალი ხართ 100 ლარი თქვენია. მეორე კითხვა 150 ლარი. დაასრულეთ ცნობილი სტროფი. გულა მოსკვნილი ვჩიოდი სადახარ? A. ჩემო სულიკო. B. ჩემო გულიკო. C. ჩემო ნელიკო. თუ D. გივი ჩვენა ვართ გივი. ძალიან საინტერესო ვერსიებია 4-ვე. მაგრამ გივი ჩვენ ვართ გივი. გივი ჩვენ ვართ გივი. აბა? A. ჩემო სულიკო. ვიცით ზუსტად? გულა მოსკვნილი ჩიოდი სადახარ? აბა წამღერით როგორ იქნება ეს? გულა მოსკვნილი ჩიოდი სადახარ ჩემო სულიკო. თქვენ კარგად გამოგდით, მე მადლობა. მე თავშევი დავდით. მართალია, 150 ლარი თქვენია. მესამე კითხვა 200 ლარი. მათემატიკაში ამ ნიშნებიდან რომელს ვერ დაწერთ გადაბმით ხელის აუღებლად? A. მინუს, B. მეტობის ნიშანს, C. კვადრატული ფესვის ნიშანს, თუ D. ტოლობის ნიშანს. ხელაუღებლად, ხელის აუღებლად. ვერ დავწერთ ტოლობის ნიშანს. გამოგვივა ნალი. დაწუნებული ვარ. საბოლოო პასუხი? D. ტოლობის ნიშანს. D. ტოლობის ნიშანს. და თქვენ მართალი ბრძანდებით 200 ლარი თქვენია. ნიკა კარგად მივდივართ, სწრაფად და ენერგიულად მიხარია. მეოთხე კითხვა 250 ლარი. რომელი საათია თუ საათის ციფერბლადზე პატარა ის არის 1-სა და 2 შორისაა, ხოლო დიდი ის არის ზუსტად 4-ზე დგას. A. პირველის 20 წუთი, B. 2-ის 20 წუთი, C. 2-ს აკლია 20 წუთი, თუ D. 2 საათი და 20 წუთია. აქაც მოდი მალე ვქნათ და 2-ის 20 წუთი. წარმოვიდგინოთ, რომ წარმოვიდგინოთ. რო წარმოვიდგინოთ, აი 1-სა და 2 შორის პატარა ისეთი საათების და 4-თან დიდი ის არის 20 წუთი, 2-ის 20 წუთი არის. და საბოლოო პასუხია? B. 2-ის 20 წუთი. B. 2-ის 20 წუთი. 250 ლარი თქვენია. და მეხუთე გარანტირებული კითხვა 300 ლარი. ტრადიციულად საქართველოს რომელი კუთხის ხალხი ამბობს ქვეშენი ჭირიმე? A. რაჭის, B. კახეთის, C. მესხეთ ჯავახეთის, თუ D. ქართლის. ყველაზე სწრაფები მსოფლიოში. ნიკა, თქვენ საიდან ხართ წარმოშობით? ნახევრად გვარი ლეჩხუმი, ნახევრად ლეჩხუმელი, ნახევრად გურული. დედა ჩემია დარჩია სხვადასხვა. მართლა? ძალიან კარგი, ძალიან კარგი. ხო, ნუ რაჭის, იმიტომ რომ ქართული ფილმი არის ყველაზე სწრაფი მსოფლიოში და ეგეთი ფრაზები მახსოვს მაგედან რა, რაჭველებზე არის და მე მგონი რაჭის არის. ან ხო, რაჭის, ან რაჭის, ან ქართლის, მაგრამ ქვეშენ ჭან რაჭის რა, არაჭის. საბოლოო პასუხია? არაჭის. A. რაჭის. ნიკა. გარანტირებული 300 ლარი თქვენია.
გილოცავთ. ჩვენივე მივედით 300 ლარამდე. დახმარებები არ გამოგვიყენებია და მეექვსე კითხვა 400 ლარი. სამწუხაროდ ჩვენი საეთერო დრო ამოიწურა. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ თამაშს მომდევნო გადაცემაში. ნიკასთან ერთად, ახლა კი გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.